ბულკი მანქანა, ბულკი. აი, ხო. ძალიან ალექს. ბევრს კარგავ დაჭიქი. ჩემია დავკარგო. მიჩვენე ეს ბევრი დავკარგო, ვიდრე სიცოცხლე. ეს გავკარგო. წარმატებული. დიდი მეგობრებო. მოგესალმებით ყველას. დღეს ჩვენი სტუმარია ანა ხაჩიძე. ანა, ძალიან დიდ მადლობას გიხდი ჩვენთან სტუმრად მობრძანებისთვის. პირიქით, უდიდესი მადლობა თქვენ მოწვევისთვის. კარგი. მაინტერესებს რა იყო შენი პირველი ავტომობილი? ჩემი პირველი და ახლანდელიც და იმეთი მაქვს რომ ბოლო ავტომობილი არა, არის Prius C, Toyota Prius C. რომელიც მე მკვიდრეობით გადმომეცა. მკვიდრეობით, ანუ შენ არ შეგიძენია? არა, მე შევიძინე ნაწილი ბაბუამ დამასაჩუქრა. გასაგებია. ოღონდ ეს გადმოდის როგორც იცი, ჯერ ჩემი დეიდაშვილის იყო, მერე ჩემი დის იყო, მერე ჩემი და ალბათ მე ჩემ დას მივძე, მერე ჩემი. გადავათაობიდან თაობამდე. თაობიდან თაობამდე. ძალიან კარგი. შესაბამისად, ალბათ ყველაზე კარგი მოგონებები გაკავშირებს ამ ავტომობილთან. როცა ჩემ დას და დეიდაშვილს ყავდა, კი და ჩემთან. არა. ჩემთან არც ისე კარგი მოგონებები არ მოკავშირებს. ნუ Prius C ზოგადად ცნობილია უყვართ მისი გამძლეობისთვის. შენ რას გვეტყვენ, რამე პრობლემები თუ შექმნია ამ ავტომობილთან დაკავშირებით, რამე გაგიკეთებია? არა, ძალიან კარგი მანქანაა მართლა. ბენზინის რობას ხავ მე როდის მიწდება. როდის ჯავასხი მოვიწყდება. თან ცოტა ისე მიწევს ხოლმე წასვლა-წამოსვლა, მაგრამ ძალიან კომფორტულია და ხო, კარგი მოგონებები მაქვს. და რა უფუჭდება ხოლმე და როგორ არის ესეც ეხა არ ვიტყვი, თორემ მე ვეღარ გავყიდე. ელემენტი რა პრობლემაა. ელემენტი, ნუ როგორც ყოველთვის. სხვა მეტი არაფერი ალბათ. სხვა ისეთი არაფერი ნამდვილად არ ქონია. Prius-ის ელემენტი ტკივილია იქ. ხო, აი ელემენტი არის დიდი. აი, როგორც ინტონაციაზე შეგატყვი, ალბათ მალე გამოცვლას აპირებ. აი, რა არის შენი ოცნების ავტომობილი, რის შეძენასაც შეიძლება ეხლა ვერა, მაგრამ აი მომავალში აუცილებლად აპირებ. ეხლა რაღაცა ძალიან ოცნების ხო რა აი მომავლის მანქანა. ხო, მომავლის მანქანა. მაგრამ ოცნების დავარქოთ პოზიციას, იმიტომ რომ ახლა მომავალში მაგას ვაშ. ანუ ესე კონკრეტულის არ ვიცი, ძალიან ეხლა რაღაცა მაზერატი მომწონს ძალიან ამ ბოლოს რაღაცა ძალიან მოხიბლული ვარ მაგ მანქანით და სედანები რო არის? სედანი ხო. მაზერატი აჰა. ხო და ნახოთ კონკრეტულად მოდელს ახლა ვერ გეტყვით რომ ყველა რო ხედავ ხოლმე ყველა. ძირითადად ჩვენთან არის გიბლი ხოლმე, მაზერატი გიბლი, ანუ საქართველოში არჩევანს. წითელი სალონით. კი ბატონო. შვენიერი არჩევანია ძალიან. ხო და ნახოთ აბა. თვალე ხა პრიუსიდან მაგაზე გავდავждებით ხო? ხო, ცოტა დიდი ცოტა დიდი ნახტომია და ვნახოთ აბა რამდენ წელს ძალიან კარგი, შვენიერ გისურვებ რომ ძალიან მალე შეიძინო შენი ოცნების ავტომობილი. ესეთი კითხვა. რა მუსიკას უსმენ ხოლმე საჭესთან, აი მაგალითად ქალაქში და მაგისტრალზე თუ რამე განსხვავებულს უსმენ შორგზაზე? არა, ერთი და იგივეს უსმენ ხოლმე. ალბათ ყველას აქ აი რიტმს რო ყვები და მე სიჩქარეზე მიხვდები რომ აბა ეხლა ცოტა დავამშვიდო, მაგრამ აი ჩემი პლეილისტი რო ვნახოთ, ანუ ყველაფერი მაქვს. აბსოლუტურად ყველა როკი. ჟანრი რაღაც არაფერია. არანაირი ისეთი. ერთი რომელიმე კონკრეტული სიმღერა დაგვისახელე, რომელსაც ყოველდღე რთავ აუცილებლად ავტომობილში. აუცილებლად. აი, არ ვიცი თუ იქნება, ეს არის ჩემი მოკლედ გამოსვლის გზავრების საქართველოს ხო, ანუ ეს შეუცვლელი არის. თუმცა რო ჩამოვყვეთ ჩემს პლეილისტს, თქვენს გავოსწრებით, მეც აღმოაჩენანაც. სავარაუდოდ ამ სიმღერაზე მადამე ჩქარა ვერ ვიყო. თუ დადიხარ. მან უკვე მინდა, ჩქარავაზეს დავდივარ, ეს არის ერთი წუთი. აი ეს არის. აი. ამაზე ჩემმა მეგობარმა აი ერთი წამი. ხო არ გადავს, სემეფოლს უსმე?
უფრო ჩემი მეგობარი უსმენს და იმისი გავლენა არის ჩემზე. იმანაც რა აღმოჩნდა უსმენო და მე კი შენ არ დამაწყებინე. მაგარია. Sevenfold უსმენ ბავშვობიდან და აი ალბათ არ ვიცოდი თუ საქართველოს საერთოდ ვინმე უსმენდა, ხო რა? ჩემ მეგობარს გაგაცნო. გაუცილებლად გამაცა. შაშა კონცერტზე იყო და იყო, აი მე როგორ მინდოდა წასვლა, წელსაც იყვნენ ევროპაში და ვერ წავედი. გონი წელსაც იყო. კი, თუ არ ვწდები, ესეც იყო წელს კონცერტი. ევროტური ქონდათ, აი ძალიან მაგარია. მაგაზე უნდა მიადგავო ეჭველი. კი ბატონო. რამდენად აგრესიული მძღოლი ხარ? აი, ხო. ანუ უწვაწურ სიტყვებს არ გულისხმობ ერთ ყველას გვა. ანუ აი ტარების მანევრით რამდენად აგრესიული მძღოლი ხარ? აი რაღაცა მომენტებში მეკეტება ხოლმე და მეთქი რაღაც წინ თუ ძალიან ნელა მიდის ვიღაცა. ან თუ ან რაღაცა ისეთ მანევრს აკეთებს, გამოუცნობს. რო ვერ მიხვდები, რომ აბა მე რომ უნდა მივხვდე, რომ აბა საით მიდის. ანუ უწმაწური სიტყვები არ მახასიათებს. ვერ ვიტყვი, ალბათ. აი მაშინაც აი მაგალითად უზარმაზარ საცრობში დგახარ და ვიღაც აი გვერდიდან აგიulis ყველაფერს აულის, შენზე ჭკვიან და ან აი შენთან უნდა კონკრეტულად წინ ჩაჯდომა, ან სადღაც ბოლოში ჩავა. მაგაზე ძალიან ბრაზდებოდი ხოლმე, უზომოდ ბრაზდებოდი, მაგრამ აი ალბათ წამომცდენია ეხა უწმაწური სიტყვების. მაგ დროს ანგელოზები არა. მაგრამ რაღაცა მომენტში არ ვიცი ვიღაცა მომიყვათ რაღაც. ეხა ამ ბოლოს აი მაქსიმალურად ვცდილობ რომ არ გავბრაზდე, იმიტომ რომ ანუ არ ვიცი რა უჭირს რა იმ ადამიანს. ხშირ შემთხვევაში არ უჭირს ხოლმე არაფერი, მაგრამ აი სულ რომ ხო, შეიძლება აი ნებელობა არ აქვს რომ გაჩერდნენ საცობში. ეს ჩემთვის იმდენად რაღაცა ეხა ამ ბოლოს რაღაცა მენტალურ ამბებზე ვარ გადართული და ვცდილობ რაღაცების იმდენად ძალიან რთული არის ამის შეკავება, რომ თუ ვერ იცმეს, წავიდეს. თავარია არ შეუქმნას საფრთხე სხვას. თორე აი ჩემი პრობლემა არის ხოლმე მე ნუსუბიძეზე ვთქვი რომ ვაშლიჯური ჩამოსახვევი და იქ აკეთებ ხოლმე მაგას და ადრე ისიც გამიკეთებია რომ გადავსულ ვარ საპირისპიროში და მივლია არა ნელა მივლია რომ იმას არ გაევლო. მაგრამ ეხლა აღარ იქნებ რა იქნებ სამსახურში აგვიანდება ან გასაუბრებაზე ან ბავშვი ვიყავს ადმე ან რა ვიცი რაღაცა მიზეზი აქ ალბათ. სხვა შორის ყოველთვის მინდოდა ეგეთ რამე გამიკეთებია და არასდროს არ გამიკეთებია. ან ვიღაცა რომ მიდის მინდოდა რომ ჩაგეკეტა და მე გამიკეთე. ძალიან მაგარი ხარ respect. ეხლა ჩავკეტე და თან წინა მძღოლიც მიმიხვდა რაც გავაკეთე და უკერა და ისინიც ჩემთან ერთად მოდიოდნენ აი არ გავატარეთ არ ჩავაკეთეთ. მე შემეც კი გაბრაზდა ძალიან. თუ კიდევ გააკეთებ აუცილებლად გადაიღე ვიდეო. ხო ზოგჯერ ისე ვარ ხოლმე რომ მეტად თქო ისეთი მანქანა მყავდეს რომ არ დამენანოს და აი გადავაგდო. არა ნუ ვის რა პრობლემები აქვს. კი ბატონო. ტკივნეულ კითხვას დაგისვავ. აბა. ყველაზე დიდი ჯარიმა რა დაუწერია ჩვენთვის და რის გამო? მე ჯარიმები მაქვს ძალიან ცოტა კი არა ორი. აჰა. სულ ერთი ვიდეო ჯარიმა. ხო. რომელშიც 50 ლარი, არა, ადრე გადავიხადე და პრონაკლები გამომივიდა. და მეორე გუშინ გადავიხადე ტელეფონის გამო 30 ლარი. ტელეფონზე დაგიჭირეს? ოღონდ არ ვლაპარაკობდი voice ვაგზავნით, მაგრამ რა მაგხელს მეჭირა და თან ზავის არა არ ვლაპარაკობდი მეთქი voice ვაგზავნით, მაგრამ ისი რაც დავაშავეთ ხო და ხო ეს იყო ყველაზე დიდი. თუმცა უფრო მეტიც მაქვს სხვა რაღაცებში გადახდა. მაგაზე ეგ არაფერი. ჯარიმა ორი მაქვს, რაც მართვის მოწმობა მაქვს, ორი ჯარიმა. ოღონდ ისე მეწყინა ეს ჯარიმები. ტელეფონზე რა ის 50 ლარი ძალიან მეწყინა, მეთქი ეს როგორ დამემართა. ანუ არას რაღაცა პატარა მოსახვევია ჩიხი გზასჭრი და გახვედი ეგრე. თურმე კამერა დაუყენებიათ და გასაგები. რამე სახალისოს გვარ გაიხსენებდი ავტომობილთან დაკავშირებით, ან შენ ავტომობილთან ან რამე ავტოსფეროსთან დაკავშირებით, რამე სახალისო ისტორია. სახალისო არ ვიცი. სულ გასარეცხი რომ მყავს ხოლმე მანქანა და ეგ არა უშავს, მეც ესე მყავს, ეგ არაფერი, სხვა რამე ისეთი რაც არ გაგვიკვირდება უფრო. რაღაცა სტენდაპზე მაქვს მოყოლილი ისტორია ძალიან რომ თავის გონია ზარო იპრანჭები და ამ დროს გასარეცხი მანქანა ყავს და ფიზიკურად ვერ გხედავენ თქო მანქანაში 100 იპრანჭები. უნდა გადმოხედეთ საკე დააყენო სადმაშოს. ჩამოუწიო ფანჯარა. აუ არ მახსენდება ესეთი რამე. ნუ კარგი, არა უშავს. მოვიფიქრებ და თუ რამე. კარგი. ის მოყევ ჩემ დაბადებზე რომ ვაიმე ხო. ეგ მოყვა, ხო.
ანუ სახალისო მოკლედ Google Maps ვენდობი ძალიან. ყველა ვენდობი ხო, სამწუხაროდ. რა ვიცი, ხა კი არ გვიმართლებს ხოლმე და ღალატობს ხშირად, მაგრამ მოკლედ დიდგორის დასახლება სადაც არის, ხო, დასახლება ქვია ესე, იქ მივდიოდი მეგობრის დაბადების დღეზე. ყველა ძალიან კარგად იცავს საჭმე. ალექს მოგიკითხა. ხო და მოკლედ მეფმა რაც მიჩვენა ეს გზა იყო რა, მივყვები ხა ამ გზას, თან ღამეა, სიბნელე, არანაირი განათება, არანაირი არაფერი და თან მირეკავი რომ სადა ხარ და მოვდივარ მეთქი კი იცი ზუსტად მიჩვენებს პინი გამიზიარის ყველაფერი და ხვდები რომ რაღაცა ისეთი გზა არის რა, გზა არ არის. მთა და პრიუსეთი ხარ შენ ამ დროს? პრიუსეთი ვარ და მთაზე ვარ. და ეს სახლი აშკარად დაბლა და გზა არ ჩადის და კაი არ ჩადის, მაგრამ რო გავხედე წინ, ნუ აშკარად Google Map-ი ხო არ მოგატყუებდა? მოგატყუებდა, ეხა მივყვებდი და კი ჩავედი მაგრამ ღმერთს რომ მშვიდობიანად ჩავედი, მაგრამ ეს ხალხი არის ჩემ ზურგით მელოდება. ანუ უკნიდან არავინ არ მელოდება, იმიტომ რომ გზა მოდის ქვემო. სხვა გზა იყო შესვლა. მეთქი მოვიდი, საიდან მოხვედი არ ჩახავ და მეთქი უკან ვარ გამოიხედა. მთიდან ჩავედი და გზა საერთოდ არ იყო და ესენი მელოდებოდნენ დაბლიდან მოსენ და იმის მერე სადაც იყო ერთადერთი სწორი გზა, რომელთაც უნდა ასულიყო. იმ გზას მგონი ჯობდა ამოსასვლელს ჩემი მთიდან ჩასვლა და იმის მერე სულ იცინია რომ მელოდებიან სადმე ეგ მანდედან არ მოვა სადმე სხვა გზიდან ზემოდან ჩავოფრინდება. აშკარად ავტომობილი ყავს მაშინ გამოსაცვლელი ეგეთი გზებისთვის. კი, ცოტა ისეთი მინდა off-road-ის მანქანა. და დავაზუსტებ. მაგ ყველაფრის მერე მაინც Google Maps ენდობ. მაინც ვენდრა. სხვა გზა არ გვაქვს. რა გავაკეთე? რამე ალტერნატივა თუ იქნება ქართული? სამწუხაროდ ჩვენც არ ვიცი. ანა, მოგვიყევი დღევანდელ დღეზე. როგორი იყო შენი შთაბეჭდილებები, ემოციები, რთული იყო, ადვილი იყო? რთული მეგონა რო არ მოვიტყუო და თავიდან ვთქვი რომ მე მეთქი ჩემი მაქსიმუმ ვიზიჭგარე რა ვიცი. მე არ ვწდები ხოლმე პატიოსნებს, რაც არის შეზღუდვა, იმაში ვწდები ხოლმე ყოველთვის და მეთქი ვერ ვიზამ რაღაც, მაგრამ ის სულ მინდოდა, ძალიან მინდოდა რომ ლილო არენა ხო? კი, ლილო არენა. არ რუსთავში ან რაღაცა მეცადა, მაგრამ გამომყოლი არავინ არ ყავს ხოლმე არასდროს და აი სულზე მომისწორე და ჩემი სურვილი ამისრულეთ იყო ძალიან კარგი. ან კარგი იყო ხო ადრენალინის აი გამოყოფა და სასწაულად კარგი იყო, იმიტომ რომ რაღაცა მომენტებში მეთქი ანა ძალიან ზედმეტები ხო არ მოგდის, ახლა შენ ხო არ გაიჭე. ხო და აი შემდეგში უკვე როდესაც მოგინდება, შენ მეგობარ ალექს დაურეკი, წამოყვება ლილო არენაზე და ის მგონი არასდროს არ დააყვება. არასდროს არ დამიჯდება გვერდით, მაგრამ ნახოთ. ხო, ძალიან კაი იყო, აი სასწაული გამოცდილება. ძალიან და დიდი მადლობა ამისთვის კიდევ. მადლობა შენ, რომ ჩვენთან მოხვედი სტუმრად, მართლა ძალიან გაგვიხარდა შენი სტუმრობა. ანა, რომელი იყო ყველაზე რთული მონაკვეთი, სადაც შესვლა გაგიჭირდა? ყველაზე რთული იყო პირველი, მგონი პირველი გამოდიოდა ხო, პირველი მოსახვევი, იმიტომ რომ ბალახებშიც გადახვედი ხო ცოტა. გავინავარდე ცოტა, ხო, მაგრამ აი მაგასაც თავისი მუღამი ქონდა, იქიდან ამოსვლას. კი, ჩვენ შორიც ვიდექით, მაგრამ საბურავების წუვილი გვესმოდა მაგ მომენტში თქვენი რა. და მაგწულსაც თავისი ხიბლი ქონია. ხოლოდ ერთი სიტყვით რომ შეგეძლო შენი დღევანდელი წრის აღწერა, რა სიტყვით აღწერდი?
დამაკმაყოფილებელი, კარგი, შესანიშნავი, იდეალური. ერთი სიტყვა? აი, ერთი სიტყვა. სასიამოვნო. სასიამოვნო. აი, ჩემთვის იყო ძალიან. არ ვიცი რა დრო როგორ რანაირად, მაგრამ აი ჩემთვის იმდენად სასიამოვნო იყო, რომ ხო, აი ამ სიტყვით, ბევრი სიტყვით უფრო მეტად ჩემი. ძალიან კარგი. ჩვენი პირველი სტუმარი იყო მიშა თაბაგარი, რომელმაც ესე ვთქვათ დააწესა სტანდარტი, რადგან პირველი სტუმარი იყო დადო თავისი დრო და დააწესა. მისი დრო არის 40 წამი და 50 მიათედი. ნახოთ, ვაჯობებ ჩემ მეგობარს. აი, რას ფიქრობ? შენ რა დრო გექნება? ვარ. და თუ აჯობებ, ნუ რა თქმა უნდა. აი, ვარაუდით გამოთქვი. ეხა არც ტრაბახი მინდა და არც მე. ტრაბახი არა, ცუდი. დრო, ანუ იმდენად სასიამოვნო იყო, რომ დროც არ ვიცი რამდენი. აქ მაქვს შენი შედეგი, კი. და მეტა ვაჯობე, რომ მივიდე და ვუთხრა. მიახალო ეს. მიახალო შენ. აი დაახლოებით გითხარი, დაახლოებით ანუ 40 წამი და 50 მიათედი და რა ვფიქრობ შენი რა დრო იქნება? 40 და 50. ანუ მაინც აჯობე, ხო? მაინც ვაჯობე რა ეგონე. კარგი, შენი დრო არის აბა 37 და 97 კილოცა. დაიდი ბოდიში. მიშა ბოდიში, მაგრამ გაჯობა. შვენიერი დრო. მაგრამ ყოველთვის წამოგაძახებ ამ დროს. ანუ ყოველ დილით სამსახურში რო შევხვდებით, მაგ დროს წამოგაძახებ. შვენიერი. აი მე ძალიან მომეწონა. ძალიან კარგი დრო დადე მართლა. შეხედე შენ ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ არა გადადებინ ალბათ მომდევნო სტუმრები ახლა კარგ შედეგს მაგრამ ძალიან გთხოვ მე გაბამეოროთ აუცილებლად ანუ ამ ეტაპზე შენ კმაყოფილი ხარ შენი დროით მაგრამ მე ვნახოთ აი 10 სტუმრის მერე 10 სტუმრის მერე გავამეოროთ გავამეოროთ რევანში გვინდა აუცილებლად ანა ეს ჩაფხუტი მე მგონი ფორმალობისთვის მაქვს იმიტომ რომ არავინ არ იფარებს ამ შემთხვევაში შენ რატომ არ დაიფარე მე ძალიან მომეწონა ეს ჩაფხუტი ისე ძალიან მომეწონა მაგრამ რაღაცნაირად შემბოჭავდა უსაფრთხოებისთვის აუცილებელია მაგრამ მოუხერხებელი იქნებოდა შენთვის ამიტომაც დადე კარგი დრო ჩემს მოსკივობს ხო აი ეთყობა მაგაში არა ეს შემიშლიდა ხო აუცილებელი კი ბატონო ანა ვის ისურვებდი შემდეგ სტუმრად ვინც შეეცდებოდა შენს დამარცხებას ვინც ვერ იზამდა მაგას კარგი ვინც ჩემი მეგობარი ალექს აგდიძეც მოიწვეთ ძალიან გთხოვთ აუცილებლად ალექს შევთავაზე გთხოვთ და რო შევინარჩუნო რა ეს ჩემი მყარად დიდხანს ანა ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენთან მობრძანებისთვის ეს იყო ანა ხაჩიძე ჩვენი სტუმარი თქვენ კი დაელოდეთ შემდეგ TL Times